მას ასე ტროას ომი დამთავრებულია და ბერძენი მეომრები შინ ბრუნდებიან. შინ ბრუნდება ასევე ოდისევსიც თავის თანამგზავრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რამდენიმე ხომალდით. და მათ წინ ელით 10 წლიანი ხიფათით და ფათერაკებით ახსავსე მოგზაურობა. აი ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი უსიამოვნო თავგადასავალი შეხვდებათ მათ და ფაქტობრივად ხომალდებსაც დაკარგავს, თანამგზავრებსაც დაკარგავს, ანუ თანამებრძოლებს, მეგობრებს და ითაკაში 10 წლის შემდეგ მხოლოდ ოდისევსი მარტო ბრუნდება. ეს მერე რა თქმა უნდა, მანამდე კი გასავლელია კიკონების ქვეყანა, კიკლოპების კუნძული, ბალახიჭამია ლოტოფაგები, კირკეს კუნძული, გულმხეცი პოლიფემეს კლანჭებიდან, ესე იგი უნდა დაუძვრნენ მას, კიკლოპი გახლავთ ეს პოლიფემე. სირინოზების კუნძულს უნდა გაუარონ უსაფრთხოდ, სკილასა და ქარიბდა შორის უნდა გაძვრნენ, მოკლედ ბევრი ხიფათი ელით. და დღევანდელი ჩვენი ფრაზა არის სირინოზების გალობა, ამიტომ სირინოზების კუნძულთან უნდა მოხვდეთ. და როგორ ხვდებით ახლა სირინოზების კუნძულთან? ჯერ რა თქმა უნდა კირკეზე უნდა გიამბოთ ორიოდე სიტყვით. კირკე ეს არის გრძნეული ჯადოქარი ქალბატონი, რომელიც ჰელიოსის ქალიშვილია. შესაბამისად უკვე ჩვენთვის ნაცნობი და მშობლიური აიეტის, კოლხეთის მეფის აიეტის და გახლავთ. შესაბამისად მედეას მამიდა გამოდის და მე მგონი მედეას მისგან გამოყვა ეს გრძნეულების უნარი და ნიჭი. მე ვთვლი რომ კირკე არის ყველაზე ძლიერი გრძნეული და ჯადოქარი ალბათ მთელს ბერძნულ მითოლოგიაში. და აი სწორედ კირკეს სასახლე სადაც მდებარეობს, აი კუნძულს მიადგება ოდისევსის ხომალდი. და დასაზვერად 20-ოდე თანამებრძოლს გააგზავნის, რომ დაზვერონ კუნძული და ნახონ რა ხდება, ესე იგი ამ სასახლეში. და მიდიან ესენიც და კირკე მათ შეხვდება ძალიან გულთბილად, პატივით მიიღებს, დააპურებს და დაალევინებს, ესე იგი საწამლავ გარეულ სასმელს და შემდეგ კვერთხის ერთი დარტყმით ამ თანამებრძოლებს, ოდისევსის მეგობრებს გადააქცევს ღორებად. თავი მოებმევად ღორის და ჯაგარი აეშლებათ კისერზე და გონება კი აქვთ ადამიანის შენარჩუნებული, მაგრამ ეს ვიზუალურად ისინი ღორები არიან და შერეკავს მათ ბაგაჟში კირკე. და ამას რო დაინახავს ერთ-ერთი ამ მეომართაგანი გარეთ დარჩება და ამბის მომტანი მოუტანს ამბავს, შეშინებული მოვარდება სანაპიროზე ოდისევსთან და უამბობს, რომ აი ასე მოხდა და დახმარება ჭირდებათ ჩვენს მეგობრებს. და ოდისევსიც რა თქმა უნდა არ დააყოვნებს, გაეშურება მათ დასახმარებლად და მიდის კირკესთან სასახლეში და გზად წამოეწევა და სანამ სასახლეში მივა, მას გზად წამოეწევა ჰერმესი ღმერთი, რომელიც ეტყვის დაარიგებს ოდისევს, რომ არ გაგივაო შენო კირკესთანო ასე პირდაპირ ჯიქურ მისვლაო, ის იგივეს დაგმართებს, რაც შენს მეგობრებს დამართავო და ბალახს მისცემს, ბალახს მოლი ქვია და ამ მოლს მისცემს და ეტყვის, რომ აი ეს მისი ჯადოსნობისგან დაგიცავს და ოღონდ როგორც კი მოგეტანება ის კვერთხის ჩასარტყმელად, მას იარაღით მიეჭერი და
დაადებინე ფიცი რომ არაფერს გავნებს და შენს მეგობრებსაც ადამიანის სახეს დაუბრუნებსო. მართლაც მივა ოდისევსი კირკეს სასახლეში, კირკე მასაც ასევე პატივით მიიღებს, დააპურებს, ამ სასმელსაც დაალევინებს და როგორც კი ამ კვერთხს მოიმარჯვებს, რომ უნდა მასაც დაჰკრას, ოდისევსი ხმალა მოწვდილი მიახლება და მოსაკლავად დაემუქრება რომ მოგკლავო. კირკე მუხლებში ჩაუვარდება და სთხოვს რომ ოღონდაც ნუ მომკლავ და ჩემთან ერთად სარეცელი გაიზიარე ჩემი და შენს მეგობრებსაც რა თქმა უნდა ადამიანის სახეს დავუბრუნებო. ოდისევსი კი ეტყვის რომ ახლა მე რო შენ სარეცელზე იარაღ აყრილი დაგნებდე, მერე შენ მე რო ჩემი მამრობა დამაკარგვინო და რამე დამიშაო და ეს შეხფიცავს კირკე რომ მე შენ არაფერს დაგიშავებ და ძალიან ღმერთები ჩვენ ვიცით რომ ფიცს თავის მიერ დადებულ ფიცს ძალიან აფასებენ, პატივს სცემენ და ფიცს არასდროს არ გასტეხენ. და ოდისევსი ენდობა მის სიტყვებს, გაიზიარებს მასთან სარეცელს, კირკე დაუბრუნებს მის მეგობრებს ადამიანის სახეს და მოკლედ წადიო ახლა და ის დანარჩენებიც მოიყვანეო აქო და დაგაპურებთ, სმაჭამა თქვენ არ მოგაკლდებათ, სასმელი არ მოგაკლდებათ, ნეტარება და მოკლედ წავა ოდისევსი მოიყვანს ამ თავის მეგობრებს დანარჩენს და ხომალდსაც ნაპირზე ამოაცურებენ, ამოიყვანენ და მოკლედ ერთი წლის განმავლობაში ოდისევსი რჩება კირკესთან და არის ნეტარებაში, არის განცხრომაში ის და მისი თანამებრძოლები და ერთი წლის წორს თანამებრძოლები და გამოიხმობენ ოდისევსს და შეახსენებენ, რომ ჩვენ ხომ ამის გამო არა ვართ აქ, ჩვენ სამშობლოში გვინდა დაბრუნება და ის რომ ეხლა აქ კი ბატონო კარგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ გზა და ცოტა გონს მოდიო და მართლაც ოდისევსი კირკეს ისევ ძველი თხოვნით დაუბრუნდება და ეტყვის რომ თუ შეიძლება შინ გაგვიშვიო, იმიტომ რომ სამშობლოში დაბრუნება არისო ჩვენი მიზანი და კირკე დასთანხმდება სხვათა შორის და გარდა იმისა, რომ გაუშვებს, ასწავლის კიდეც როგორ უნდა იმოქმედოს შემდეგ გზა როგორ უნდა გააგრძელოს, რა დაბრკოლებებით შეხვდება, აი ამ დაბრკოლებებს როგორ უნდა გაუმკლავდეს და ერთ-ერთი დაბრკოლება არის სირინოზების კუნძულთან ჩავლა. ვინ არიან ახლა ეს სირინოზები? ქალჩიტები, ანუ თავი მათ აქვთ ქალის და ტანი აქვთ ფრინველის და ესენიც არიან დაწყევლილი, მოჯადოებული გოგონები, ქალიშვილები, რომლებიც ერთ დროს პერსეფონეს მეგობრები იყვნენ და თვითონ არიან მუზა მელპომენეს ქალიშვილები და მელპომენე არის მუზა სიმღერის და ისინი დაჯილდოებული იყვნენ თავიდანვე ქალიშვილ ადამიანად ყოფნის დროს ტკბილ ხმოვანი სიმღერით ნიჭი ქონდათ მათ ეს უნარი ძალიან კარგი და ჩიტად გადაქცევის, ქალჩიტად გადაქცევის შემდეგაც ეს უნარი და ნიჭი მათ დარჩათ. და პერსეფონეს მეგობრები რო იყვნენ, ჰადესმა როდესაც მოიტაცა პერსეფონე და მათ ვერ შესძლეს დახმარება, მეგობრის დახმარება პერსეფონეს დედამ დემეტრამ, ისინი აი ასე ქალჩიტებად გადააქცია. ეს ნიჭი სიმღერის მათ დარჩათ, მაგრამ აი ასე კუნძულზე სხედან და რაღაც ლამაზ მწვანე მოლზე სხედან და როგორც კი გამოჩნდება ზღვაში ხომალდი, ისინი იწყებენ გალობას
და აი მეზღვაურები, რომლებიც მათ სიმღერას მოისმენენ, მოჯადოებულები და მონუსხულები ცვივიან ხომალდიდან ზღვაში და აი ესე ის სანაპირო არის აი ესეთი ჩონჩხებით მოფენილი. და კირკე ასწავლის ოდისევს როგორ უნდა მოიქცნენ ამ კუნძულთან მიახლოებისას, რომ ისინიც არ დაღუპონ სირინოზებმა. ყველა მეზღვაურს, ყველა შენს თანამგზავრს, ესე იგი, ვინც იქნებით ამ ხომალდზე, იქნება ამოუგლისე ყურები ცვილითო და შენ თუ გინდაო სირინოზების სიმღერის მოსმენა და დატკბე მათი გალობითო, ხომალდის ანძაზე მიაბმევინე თავი შენს თანამგზავრებსო და რაც არ უნდა სთხოვო, რომ ამ ხსენით უფრო და უფრო ძლიერად მიგაბან ანძაზეო. და მართლაც დაემშვიდობებიან კირკეს ბერძნები და გააგრძელებენ გზას შინისაკენ. მართლაც აი ამ სირინოზების კუნძულთან მიახლოებისას დაინახავენ, რომ უკვე აი მივიდნენ ამ კუნძულთან, ოდისევსი ამოუგლისავს ყველა თანამებრძოლს ყურებს ცვილით, მიაბმევინებს თავს აი ამ ძელზე, ანძაზე და გააფრთხილებს, რაც არ უნდა გთხოვოთ, რომ ამ ხსენით, როცა გთხოვთ, აი მაშინ კიდევ და კიდევ უფრო ძლიერად მიმაბით ამ ანძასო. და აი მართლაც მიუახლოვდებიან ამ კუნძულს და უკვე მოისმის მათი გალობა, მაგრამ მე ამ ოდისევსის თანამგზავრებს არ ესმით ეს გალობა, ესმის მხოლოდ ოდისევს, რომელიც ძელზეა მიბმული და სირინოზები მას მოუხმობენ, მოდი ჩვენო ოდისევსო, ჩვენო გმირო, ჩვენ ვიცით რა გადაგხდა შენ ილიონში, ანუ ტროაში რა გადაგხდა შენი გმირობების შესახებ, ვიცით რომ შინ ესე იგი ბრუნდები და ყველაფერი ვიცით, რაც დედამიწაზე ხდება, ამ ნოყიერ დედამიწაზე ხდება და ყველა ამბავი და ჩვენ გიამბობთ და ნუ მოკლედ აი ესე იზიდავენ თავისკენ და ოდისევსიც გაბრუებული და მოჯადოებული, ანუ ანიშნებს თავის მეგობრებს წარბით, იმიტომ რომ ყურები დახშული აქვს, რომ დაუყვიროს ვერ გაიგებენ ისინი რას ამბობს და სახით თვალებით ანიშნებს, რომ ამ ხსენითო. და ესენი რომ ხედავენ, ეს ითხოვს ახსნას, კიდევ და კიდევ უფრო ძლიერად აბავენ ამ ანძაზე და ნუ აი ასე მიბმული ოდისევსი და აი ასე ჩაივლიან მოკლედ ამ კუნძულს და როდესაც სამშვიდობოზე გავლენ, ამოიფხიკავენ ამ ყურებს ცვილს ამოყრიან და ოდისევსაც მოხსნიან ამ ძელიდან და ალბათ ოდისევსი არის ერთადერთი მოკვდავი, რომელმაც აი ამ სირინოზების გალობა მოისმინა და ცოცხალი გადარჩა. რაც შეეხება ფრთიან ფრაზას, ხო? ფრთიანი ფრაზა ეს სირინოზების გალობა შეგვიძლია პირდაპირ მნიშვნელობითაც ვიხმაროთ, როდესაც ადამიანი კარგად მღერის, ტკბილად მღერის და კარგი ხმა აქვს, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ადამიანი რაღაც სირინოზის ხმით, სირინოზივით არის, ვადარებთ სირინოზებს. ასევე გადატანითი მნიშვნელობით შეგვიძლია ვიხმაროთ, როდესაც რაღაც მაცდურად მოუბარი ადამიანი შემოგვიჩნდება და რაღაცას ისეთ სასიამოვნო რაღაცებს გვეუბნება, რაც ჩვენ მოგწონს, რაც ჩვენს ყურს აამებს და ამის უკან, ამ ტკბილ მოუბრობის უკან რაღაც ხიფათი და რაღაც დაღუპვისკენ, დაღუპვას გვიქადის ეს რაღაცა, უსიამოვნებას გვიქადის ამ ადამიანის ტკბილ მოუბრობა. შეიძლება ეჭვიც გაგვიჩნდეს, შეიძლება არც გაგვიჩნდეს და უბრალოდ დავუჯეროთ და შეიძლება ეჭვიც გაგვიჩნდეს და ვთქვათ, რომ რაღაც არ მომწონს ეს ადამიანი, რაღაც სირინოზივით გალობს და სირინოზივით მიმღერის. კარგით.
ეს რაც შეეხება ამ ჩვენს ფრთიან ფრაზას, რაც შეეხება დაანონსებულ ამბავს ერთ-ერთი ქართული ლუდის არგოს შესახებ, არგოს ლოგოს შესახებ. გიამბობთ პატარა ამბავს, შორიდან დავიწყებთ, ეს ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 90-იანებში, ხო, ალბათ 90-იანებში მეგობრებთან ერთად ვიყავი და ისინი სვავდნენ ლუდს და ჩემს წინ მაგიდაზე იდგა არგოს ბოთლი. და მანამდე ალბათ არ დავკვირვები ვარ, იმიტომ რომ დიდად ლუდის მოყვარული არ გახლავართ და დგას ლუდი, რომლის ეტიკეტსაც ვუყურებ და შევამჩნიე, რომ ეს ხომალდი, რომელიც ეტიკეტზე არის გამოსახული, ხომალდ არგოსთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს არის ოდისევსის ხომალდი და კერძოდ სირინოზების კუნძულთან ჩავლის ეპიზოდია. იმიტომ რომ ძელზე მიკრული არის ოდისევსი და ეს თავისი თანამგზავრებიც დგანან აი ამ ხომალდზე და ეს არის სწორედ ის ეპიზოდი, როდესაც ოდისევსმა თავი მიაბმევინა ძელზე, რომ არ გადამხტარიყო ზღვაში სირინოზების გალობის გავლენის ქვეშ მყოფი. რამდენიმე წელი გავიდა და მე მომეცა მერე შესაძლებლობა ბატონ გოგისთან ისე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთ ღონისძიებაზე და თავისუფლება მივეცი და მივედი მასთან და ვუთხარი, რომ ბატონო გოგი მეთქი ცოტა ესეთი საჩოთირო საქმე დაგვემართა მეთქი ამ ქართულ ლუდთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის მეთქი არგოს ილუსტრაცია, რომელიც თქვენს ბოთლზე ეტიკეტზე არის დატანილი და მაშინ ახლა არ მქონდა ხელთ ეს ზუსტად ილუსტრაცია, რომელიც არგოსი, რომელიც მინდოდა შემეთავაზებინა და სხვათა შორის ძალიან შეწუხდა და დამპირდა, რომ აუცილებლად გადავამოწმებო და ეს ილუსტრაციისთვის ეს ლოგო ჩვენო ფრანგმა დიზაინერმა შეგვირჩიაო და ჩვენ რა თქმა უნდა ვენდეთო მასო და ეხა იმდენი გვაქვსო, დიდი რაოდენობით გვაქვსო ესო დაბეჭდილიო და ამასო ეხლა ვერ გავაუქმებო და არა მე ვთხარ ეხა თქვენ როგორც ჩათვლით მეთქი საჭიროთ, ისე მოიქეცით ეხლა მე რა. ხო და მართლაც შეცვალეს მერე ეს ლუდი აღარ გამოდიოდა ამ ეტიკეტით, რამდენიმე ვარიანტი იყო მე მგონი მერე უკვე ეხა არ ვიცი ზუსტად როგორი ლოგოთი გამოდის, მაგრამ ვიცი რომ ის ძველი ლოგო, რომელზეც ოდისევსის ხომალდია, ის ლოგო აღარ არის დაკრული ლუდზე. და სხვათა შორის არგოს ძალიან კარგი ილუსტრაციები არსებობს და მე არ ვიცი რატომ დაიზარა იმ ფრანგმა დიზაინერმა ამ ლოგოს მოძებნა, რატომ არ მოძებნა და რატომ ესე დაინახა ხომალდი და უბრალოდ ხო, ალბათ არ იცოდა ეს საკითხი და მე როგორც კირკიტა და ეს რაღაც დაკვირვებული, რადგან ვიცოდი ეს მითი და ეს დეტალები ვიცოდი, იმიტომ შევამჩნიე თორე ალბათ 100 ადამიანიდან 99 ამას ვერ შეამჩნევდა. აი სულ ეს იყო, რაც მინდოდა სირინოზების კუნძულზე მეთქვა, გადატანითი მნიშვნელობით, პირდაპირი მნიშვნელობით შეგიძლიათ იხმაროთ ყველანაირად, გააჩნიათ თქვენ როგორ სიტუაციაში მოხვდებით და რა კონტექსტში იხმარებთ. დღეს აქ დაგემშვიდობებით, მომავალ ფრაზამდე.